Sorry, Madame Galopumret. They came to Corella, Satsino Rolex Tamashops, Escasio, Chelsea, Amenda, Ehlan under that Satsino Paramaxatri. Armosula, Imishu, Chenaka, Isino, Roda, Davide, that's another Remisage. And Namdulat much of success. Alternative. The Memidaro, Italian story, Nabigadaga, Quella, Pentagana. Memagalita. Arvik Nevodia, Otnavada Skiro, Echum Parebodes, Rochemi Archevani, the Chemi Archevani, died in Armenia, the Saito are absolutely parabetri, the Imitovara. Good friends, Movito. I got that. Why is Rakeni Aruna? Very situated Chadenili, Mama Zetsema Guapatia, Akupa Guapatians, Kadabit Sorinabit, Dalian Sukala, Karga Dapikri, La Isaga Actually. I repeat the 2020, the Kadabkat, Sorinabit. It's also Dalian. Berikashulna bრძანა რომ რა დროს დავბერდიო მე ბერიკაშვილის არ ვიცი მაგრამ მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს რა შეიძლება ახლა ჩემთვის და არც ბერიკასათვის და არც ჩემის მისათვის არავის არ უთქვია რომ დღეს არის აქ შეკრება არ გაუფრთხილები ვარ არ დაუძახია ჩვენ გავიგეთ რომ ასია უთხარით ბესოს სასწრაფოდ მოვიდა ბესო და მოგვიყვანა აქ იმიტომ მოვედი მე აქ მივიდა ჩემი ძმა და იმიტომ მოვედით ალბათ აქ ყველანი რომ დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია დიახ მე ხალხს უჭერ დავით ნარმანია იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს არის ღირსეული ადამიანი განათლებული კაცი, პროფესორი კაცია. ჩვენ უნდა ნახოთ მის ლექციებს როგორ ესწრებიან. ჩვენ უნდა ნახოთ მისი ლექციები რა დონის არის და მივხვდებით ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე. დავით ნარმანია უნდა იყოს ის კაცი, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენი ქალაქის სულიერებას, ჩვენი ქალაქის ეკონომიკას, ჩვენი ქალაქის სიცოცხლეს და დღეობას გაუძღვება წინ. ასე რომ მამალა განმაცხადო ძალიან დიდი მადლობა თქვენ გიფოსო მეგობრებო რომ მოვზადით აქ და ჩვენთან ერთად მიზერეთ იმ სიგარუს რომელიც ალბათ მომავალში გვერდის უნდა ერთა დიდი მადლობა მარიამ გადაუგე მარიამ აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო მოგესალმებით Manzili are motoris pentru că se auzi cam ora clar se tiu cu martiva ra raga tani davrus gavse pentru că se jibi dam gavse ora rauna vela para coi mumera se ადამიანები შემდეგ ბატონი კახის ბატონი გივის აგერ ჩემი უსაყვალესი მაგას ჭეშმარიტი გენერალი ბატონი ყობაყობალაძე აქ არის ცხოვრების გენერალი ბატონი დავით არმანია და მე მინდა გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ დროს ბატონ დავით სადაც დაგჭირდებათ ჩემი თავი მე მზად ვიქნები ყოველთვის და ეხლაც ვაფიქსირებ ღია ხარს გიჭერთ არა მარტო მერის არჩევნებში არამედ ეს არჩევნებურ ცხოვრებაშიც ეს არის უკეთილშობილესი ადამიანი ხალხი მე მისი უწმიდესობის ნიკაროსანი გახლავარ და თითქმის ყოველ წირვაზე ბატონი დავითი პატრიარქთან მზადდება და აი ესეთი მორწმუნე, ესეთი ენერგიული, ესეთი კაცთმოყვარე, თავმდაბალი ამავდროულად ვერ იჭირდება და საქმის გამკეთებელი სწორედ ეს ქვეყანას. მე ვიცი რომ თქვენს აბაზრის სახარდათ თქვენ გენაცვალეთ აი ამ გადაწყვეტილებაში. დემოგრაფიული საკითხი ძალიან მომხიბლელი არის.
აგერ ბატონი კახი ახლა სრული ენერგიით უკვე მზად არის. ნიკუშა. სამწუხაროდ ახლა ვახტანგ ტატიშვილი არ აქვს აქტორი, ის თუ გადაიღებოდა არ დარჩებოდა ვინმე ფრინიბებია მომინახეთებით ხოლმე. არა. სხვადასხვა ახლა კახეთში ვიყავით და ერთი ძალიან ლამაზი ფრივი ქალბატონი მოეწონა ვახტანგ ტატიშვილს და აი ცოლი რომ მომიკვდებაო, შენ უნდა მომიყვანო ცოლი. ამ კახელმა ქალმა გაიგიმა და ბატონო ვახტანგ ძალიან მიყვარხართ, მაგრამ აღარ მინდა მეორე დაკვირვება. გეფერებით ყველას, გესალმებით მულტბილად და იმედი მაქვს თქვენი თანადგომი. ხახო ყველაზე მეტად ეხლა თქვენ ხართ გვერდში დასადგომები და ჩვენ მოვდივართ და მხოლოდ გვერდში დავიდეთ, მაგრამ თქვენ რომ ჩვენ მოგეხმაროთ ზუსტად ამისთვის ეხლა არის გადავწყვეტი ნაბიჯი გასაკეთებელი. მე ძალიან კარგად მესმის რომ წინა ტურზე მოხდა ის რაც მოხდა ადამიანებმა შეჩვეულები ვიყავით რომ მაინც სახელმწიფო გუნდი გაიმარჯვებს როგორც ხდებოდა ხოლმე რომ აყალბებდნენ და იმარჯვებდნენ ისე მაგას გამარჯვებას მე არ ვეძახი მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ ასე არ მოხდა და სხვა ქვეყანაში გავუვიდეთ მეორე დღეს ძალიან მოგიწოდეთ ყველას ეხლა არის გადამწყვეტი ბრძოლა ბრძოლას დავარქმევ მე ამბობდია ბრძოლა რომ არ გაიმარჯვოს იმ ძალამ რომელმაც შავბნელმა ძალამ ორგანიზებული დავნაშაულები არიან იმ ძალაში გაერთიანებულები რომ ჩვენ არ დაგვიგვიყვანოს ის 9 წელი რომელიც ხონდა მე პირადად არ შემიძლია რომ არ გიხრათ ჩემი ოჯახი არის დეპრესირებული იმ წინა ხელისუფლების მხრიდან ჩემი ძმა დააპატიურეს და უთხრეს რომ ვიაბეს 3 თვე ბატარეაზე და უთხრეს რომ აი ესე ხელმორკილებით იქნები სანამ მატერიალ ტექსტს არ დაიკითხავ რომ შენი სიძე არის რუსეთის აგენტი რა თქმა უნდა ეს არ დაეთანხმა და 3 თვის განმავლობაში ისე სცემეს რომ ციხიდან გამოსვლის მერე 10 თვე არ იცოცხლა აქ მე ვხედავ ადამიანებს რომლებიც ჩემ ოჯახსაც იცნობენ და დამეთანხმებიან რომ ეს ნამდვილად ასე იყო ძალიან ცუდ იმაზე გადაგიყვანეთ მე ახლა იმიტომ რომ ისეთი კარგ ტონზე დაამთავრა ჩემმა წინა გამოსვლილმა ადამიანებმა რომ მაგრამ ალბათ თუ არ გავიხსენეთ აი ესეთი ფაქტები ხო კეთილი ადამიანებია საქართველოში და მალე გვავიწყდება ხოლმე ის გუშინდელი დღე როგორ შემოაწყობდნენ ხოლმე იმის სახურავებზე მკვდარ ადამიანებს როგორ გადაყრიდნენ წყალში როგორ უგზე უკოლო დიკარგებოდნენ ადამიანები და არ ვიცოდით ჩვენ რომ გავიდოდა ვინმე იმ დღეზე დაბრუნდებოდა თუ არა ან კიდევ როგორ ღამის 2-3 საათზე ადამიანებს მიიყვანდნენ და თავის ქონებას გადააფორმებინებდნენ ხოლმე გვახსოვს ჩვენ ეს ყველაფერი ხო აგერ აქ მე ვხედავ შესანიშნავ ფოტოგრაფს რომელმაც თავის თავზე გადაიარა ის რაც გადაიარა ხო ამიტომ ყველას მოგიწოდებ მე გაუძლო დიახ